ვარძიის კომპლექსის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ვარძიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დაათვალიერეს. ვარძიაში პირველად დაიწყო ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით სამუშაოები. ამ ეტაპზე ხორციელდება მისაწვდომობის აუდიტის კვლევა. მომდევნო ეტაპებზე კი დაგეგმილია ადაპტირებული გარემოს არქიტექტურული პროექტის შემუშავება და უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განხორციელება. გრძელდება მასშტაბური სამუშაოები მიმართული ქვათაცვენის აღსაკვეთად და ასევე ძალიან საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის აქ მოეწყობა სივრცე სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენ უკვე დავიწყეთ საპროექტო სამუშაოები და ვფიქრობ, ეს მხარე ძალიან საინტერესო იქნება სულ რამოდენიმე წელიწადში.